გამარჯობა და სამჯერ გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო გენაცვალეთ მე თქვენ ვინც გვისმენთ, ვისაც გიყვარვართ, ვინც პატივს გცემს, თავისუფალ სივრცეს 98 და 5 თქვენი მონამორჩილი ჯაპანა თქვენ წინაშე და ჯაპანას პაპანაკება, ჩემო ბატონო ის გადაცემა თავისუფალი სივრცე 98 და 5 და დავიმეგობრდით იყავით ჩვენთან კიდე Facebook-ზე, კიდე YouTube-ზე და თქვენ ყოველთვის შევეცდებით რომ ნასიამოვნებით აქტოხოთ. შევეცდებით, ეს როგორ იქნება რა ვიცი. დღეს მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი ჩემო ბატონებო. ხათაშორის მე ქალბატონ ნინოს არ ვისწოდი. ეს არის ნინო ნანეიშვილი, ჯერ ასე დავიწყებ. მოგესალმებით ნინო. როგორ გიკითხოთ ჩემო ბატონო? კარგად, მადლობა. პატარა შესავალს თქვენის ნებართვით გავაკეთებ, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ რომ აღთხოვანებული ვარ მე თქვენი შრომით, თქვენი პროფესიონალიზმით, ყველა ქალბატონით, რომელიც თქვენთან ერთად არის. ეს არის ადამიანი, რომელიც არის აი მოისმენთ, ვისაც მოსვენილი არ აქვს, რა ვიცი, ვისაც მოსვენილი გაქვს, იმაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ვისაც არ აქვს, ნახავთ როგორი საოცარი სპეციფიკით, სპეციფიური, აი 1000 მომღერლებში გამოვარჩევთ ამ ადამიანებს და აი გაოცებული ვარ პირდაპირ. ეხლა ეს ვისი დამსახურება აბაზე აი იალონი ქვია თვითონ ანსამბლს ჩემო ბატონო რა და მისი ხელმძღვანელი არის ქალბატონი ნინო ნანეიშვილი ჩვენი სტუმარი დღეს მოგახსენეთ ეგ ამბავი, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა იმას რომ ესეთი საოცარი შესრულება აი თავისი ადგილი უჭირავთ, თავისი ნიშა აქვს, ასე ვთქვათ, ჩემო ბატონო, ქართული ჯერ საგალობლებით დაიწყო ყველაფერი, როგორც მე ვიცი და საგალობლებს დადიოდნენ, არჩევდნენ, ეძებდნენ ამისთვის ასე უანგაროდ თან ხა ადამიანები დღეს შრომობენ და ესეც საქმეს აკეთებენ. მე ვიცი რომ ხალხურ სიმღერებზეც გადახვედით ჩემო კარგო. მოდი დავიწყოთ იმით ხა როგორ გითხრათ რომ ეხა ეს წარმატება ალბათ ქართული სიმღერის სიყვარულის თავისთავად ხადია ამბავიც არის, მაგრამ ეხლა თუ არა პროფესიონალიზმი, მაინც არაფერი არ გამოვა. შრომაც აუცილებელია, უნდა ჩავთვლოთ ამ ამბავში, რომ უშრომელად არაფერი არ ხდება. ყოველ შემთხვევაში ამ დონეზე მიღწევა. აი, როგორ დავიწყოთ, იცით, აი, ჯერ ამასთან დაკავშირებით თქვათ, რომ აი როგორ შეიქმნა თქვენი ანსამბლი, როგორ ჩამოყალიბდა. აქედან თქვა და მე მინდა თქვენს ისეთ ცხოვრებაში გადავიდე, ბავშვობასაც გადავწყვეტ, როგორ წამოვიდა, ვინ დაგაწყებინათ პირველი სიმღერა, დღეროდა თუ არა ოჯახში ვინმე. აი ჯერ ამით თქვათ, რომ როგორ შეიქმნა ეს თქვენი არაჩვეულებრივი ანსამბლი რა. აი ეს მინდა ინტერესებს. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მომბრძანებისთვის. სასიამოვნო გარემო გაქვთ და ეს მნიშვნელოვანია ხოლმე ხელოვანი ალბათ ყველა გრძნობს იმ აურას, რაც ხდება ნებისმიერ სტუდიაში და უგულესი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი სახელიც ისეთია, სივრცე და გისურვებთ ბევრ საინტერესო სივრცეებს. დიდი მადლობა. უგულესი მადლობა. როგორ დაიწყო, ხო, ესეთი კითხვა არის ბევრის მომცველი ცხადია. შეიძლება ითქვას ოფიციალურად ეს 16 წლის წინ დაიწყო, მაგრამ ალბათ ბევრად ადრე იწყება ხოლმე ამბავი ზოგადად ადამიანში ნებისმიერი, რასაც მე ვაკეთებთ ცხოვრების გზაზე და რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მაწუხებდა ეს სიმღერასთან განსაკუთრებული ურთიერთობა. მე რაც მახსოვს 5 წლის ასაკიდან მე და ბებია რომ უმღეროდით სამეგრელოს ეზოებში, იქ არის ჩემი ბავშვობის ბევრი ზაფხული გატარებული და რომელ კუთხეში ისიც გითხარით? სამეგრელო ეს არის სენაკის რაიონში, გვაქვს ძალიან ლამაზი სოფელი და დღემდე ჩემთვის გვიან გავაცნობიერე რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, რასაც უკავშირდება ბევრი ჩემი შთაბეჭდილება და თავისთავად ოცნებაც და იალონის ამბებით ცხადია. და სასიამოვნო მე თვითონაც ბეგრელი გახლავარ და ჩემი მეუღლეა სენაკიდან ფოტოშოპში წარმოშობით. ძალიან სასიამოვნო. და იალონს რაც შეეხება ეს 16 წლის წინ კონსერვატორიაში დაიწყო. თუმცა იქამდე ძალიან ესეთი შფოთიანი ის მქონდა ძიების პერიოდები. ჩემი ოჯახის დიდი სურვილი იყო რომ მე პიანისტი გამოსულიყავი და ჩემი მასწავლებლებიც აქტიურად იყვნენ ამაში ჩართულები და ფორტეპიანოს სწავლობდით კონსერვატორიაში? კი, დავამთავრე კიდეც საფორტეპიანო ბაკალავრიატს დიდი ხათრით და მათი მოწადინებით და
ის ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე შემხვდნენ, ეხლა თქვენთან შემოსასვლელში იყო ირაკლი ფარჯიანის ალბომი და ყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებელი მუსიკის ირაკლი ფარჯიანის ახლო მეგობარი და რეალურად ამ ორიგინალ ნახატებში გავიზარდა. ეხლა ძალიან ის იყო ჩემთვის ემოციური ამის ნახვა და რა თქმა უნდა, როდესაც საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობ, რასფერშიც არ უნდა იყო, მაგრამ ის გადგება სადღაც, სადაც შენი ძირითადი არეალი, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა. მე ტელევიზიიდან ჩვეულებრივად ყველაფერს. დიახ, და ეს გამოცდილებები, ეს საინტერესო პროფესიონალი ადამიანები თან იმ წლებში, რეალურად საქართველოს სულ რაღაც ბეწვის ხიდზე უწევს გასვლამ, ეს ჩვენი ბავშვობა იყო რაღაცა თბილისის ომი რეალურად, ხო? სოლოლაკში ეს ერთ უცხოელ მეგობარს ვუყვებოდი და რაღაცა ვერ იჯერებდა, რაღაც მგონია რომ ფილმს მიყვებიო რა, ხა მართლა რამდენიმე წელი ისეთი იყო რაღაცნაირად დახურულ დარაბებში, რომ საფრთხე არ გქონოდა და ფილმში ვიყავით საშინელებათა. კი, იმედი ახლაც არ ვართ, მაგრამ აი ამ სხვა შორის ძალიან საინტერესო ეს ფსიქოლოგიური გადახედვა მე იმ გზის, რაშიც გვიწევდა, ხო, გამოსვლა, ჩამოყალიბება. და მე ეს ყველაფერი შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან ახდენს გავლენას, რა თქმა უნდა, შემოქმედებაზე და ამ მუსიკალურ პროდუქტზე, რომელიც საბოლოოდ იქმნება და მუსიკა იყო თავშესაფარი ესე ერთგვარი რაღაც. ნამდვილად. ერთადერთი შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩემი შვილებიც რომ ეკითხებიან რა, აი და რითი ერთობოდი, რა ვიცი, ვერ ვიხსენებ, რითი ეზოში ჩასვლა არ შეიძლება და ის არ შეიძლება და ეს არ შეიძლება. კინოს ვერ უყურებდი, ინტერნეტი არ იყო, შუქი იყო, მოკლედ, ანუ რეალურად ხო ესე გამოვიდა, ჩემ შემთხვევაში და ძალიან იღბლიანი ვარ, შეიძლება ითქვას, რომ მუსიკას ვაფარებდით თავს უშქობაშიც, სიცივეშიც და ასე შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც უმრავლესობა ბავშვებს ძალიან მეზარებოდა ეს მეცადინეობის პროცესი და ეს წვრთნა, მაგრამ და ჩემს ძალიან ძლიერი ხასიათი ჰქონდა და რაღაცნაირად დამეხმარა, რომ ჩემი თავი ჩამომეყალიბებინა ამ მხრივ და მიუხედავად იმისა, რომ მე რო დავამთავრეს კონსერვატორია, მე უკვე პროტესტის ძალა რო ვიგრძენი, უკვე მივატოვე და გადმოვედი, ასე ვთქვათ, ქართულ მუსიკაზე, ტრადიციულ ხალხურ და საეკლესიო მუსიკაზე. ეს ძალიან გამომადგა კლასიკურ მუსიკაში შეძენილი ცოდნაც, ნებისყოფის და შრომის ინტენსივობაც და ეს ყველაფერი ხდება გულის ჩამოყალიბებამდე. კი. და მე უკვე აი მახსოვს მკვეთრად, როცა იყო ეს მომენტი ჩემ ცხოვრებაში, რომ რა თქმა უნდა ეს შატალოები და ასე ვთქვათ გადაწერები რაღაცებს ახლა ჩემ სტუდენტებსაც ვეუბნები. კი, ხო, აი რაღაცა ხა რა თქმა უნდა მე კაცრად ვუდგები ახლა ამ საკითხებს, მაგრამ ვიხსენებდი, რომ აბსოლუტურად ყალთაბანდი სტუდენტობა მქონდა, შეიძლება ითქვას და ესეც საჭიროა. ახლა ცოტა ისე ჟღერდა, რომ მე ვურჩიე რომ აი თქვენც უნდა გააცდინოთ, სადღაც უნდა გაალაღდეთ რაღაცა. ესეც ხო უნარებია რაღაცნაირი და სულ რო ვიამბობდა თუ გაუბახჭი არ არის ჯარისკაცი ნამყოფი, იმას არ თვლიდა ჯარისკაცი. ხო, ეს საინტერესო გამოცდილებებია, რომელიც რაღაცნაირად უფრო მდიდარს ხდის და თუმცა ერთხელ ბოლოჯერ რო გავაკეთე ესეთი რაღაცა, რომ აი ფოლკლორში გქონდა გამოცდა კონსერვატორიაში და საოცარი მასწავლებელი გვყავდა დოდო მესხი, ფოლკლორისტია ეს ქალბატონი და ესე იგი ფშავზე გქონდა საწერდა, ნუ რაღაც ადღაც გვინდა და გაძრომა და აი პირწმინდად გადავიწერე ეს კონსპექტი, ოღონდ ნუ წერა ყოველთვის მეხერხება და გადავაკეთე, გადმოვაკეთე და შევაცურე და ჩავაბარე ეს და ნუ მეორე ლექციაზეც არ მივედით, წავედით სადღაც ასეირნოთ, გალაქტიონის საფლავს უნდა ავაკითხოთ თქვით და ნუ ეს ქალი იჯდა ორ სტუდენტთან და ეს მომიყვნენ, მე რომ ესე ტიროდაო და ნანეიშვილი რომელიაო, გამაცანით რა საოცრად აქვსო, ნასწავლი და ნაგზნობია და ისე შემრცხვა ეს რომ გადმომცეს, მე ხო ვიცოდი რა მაქონდა გაკეთება. აი იმის მერე დაიწყო გაცნობიერებული შრომა ამ მიმართულებით ჩემი რომ ფოლკლორის ხდები რა. კი. და გუნდთან როდის მიხვედით, ეგ როდის იყო? ეს იყო 2009 წელს და თავიდან მე 6 წლის ასაკში მქონდა ბედნიერება რომ სიონის საკათედრო ტაძართან გაიხსნა ეს გალობლების წრე, ასე ვთქვათ და იქ მოვიწამლე შეიძლება ითქვას ამ საეკლესიო მუსიკით. და აი ეს იმდენად ღრმად იყო ჩემში ჩადებული, რომ აი ამ სტუდენტობის პერიოდში ერთხელაც რომ მოვხვდი იმ ტერიტორიაზე, ხო, აი ჯვრის მამა სიონი ეს ძველ თბილისში. აი რაღაცა მძაფრი ვიგრძენი, რომ აი აქ
ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი რაღაცა მეძახდა, ასე ვთქვათ და აი იმ დღესაც გავაბიეს ისევ კავშირი ჩემ ყოფილ მასწავლებელთან, ვთხოვე რომ სადმე გუნდში თუ იყო საშუალება მივსულიყავით და იქედან უკვე აქტიურად დაიწყო ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ანსამბლია სათანაო, ბევრ გასტროლზე ერთად მოვხდით, მაგრამ მე კიდე სხვა ანსამბლში და თანათან გრძნობდი რომ რაღაცა მინდოდა ჩემი მართვისსადავე ბით მეკეთებინა ამ საქმეში უფრო მეტი ინტენსივობით, უფრო განსხვავებული მიდგომებით და აი ასე გადავწყვიტე რომ იალონი შექმნილიყო და სამმა ადამიანმა დავიწყოთ რეალურად, წავედით მონასტერში, იქაც თქვენი კონსერვატორიის მეგობრები არიან, ესე იგი. იქიდან დაიწყო. იქიდან დაიწყო, კი. და ეს ილაონი თვითონ რას ნიშნავს? ილონი ნიშნავს გათენებას. გათენება, ნუ ცისკარს. ალიონს. ესე იგი რამდენი ესე იგი რამდენი სიტყვა გათენებაზე წარმოიდგინეთ. ცისკარი, განთიადი, ილონი, რამდენი გვაქვს საოცრებაა რა. დიდრული ამბები. ხო და ეს ამაით ეხლა მაშინ რამე ეცი მაყურებელმა დაახლოებით ვინც არ გიცნობთ, ვინც არ იცის თქვენი სიმღერები და სამწუხაროა ხო რაღაცა მე ეჭვება, მაგრამ არიან ალბათ ადამიანები, რომლებიც არ იციან და რა სიამოვნება ერით ეხლა კაი წიგნის საკითხვისას, წინასწარ დავპირდები ამ ამბავს და ხომ არ აი თან გითხარ აი რომ არ მწყალობ, არის ეგეთი სიმღერა და თქვენთან და არის რაღაცა იტალიური იმიდან ამასთან დაკავშირებით ხომ არ გითხარით და თან მოვასპენიებთ რომ დაახლოებით ვისაც არ მოусპენია იცოდნენ ვინ ახართ და როგორი მაგრები ხართ ჩემო კარგი. მადლობა დიდი. ეს არის ნეოპოლიტანური რომანსი ერთ-ერთი ოპერიდან და მე ჩავწერე ექსპედიციაში კახეთში არის ასეთი სოფელი ართანა და იქ ერთი პაპა ცხოვრობდა, ანდრო პაპა, რამდენიმე წელია გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი მცოდნე იყო ხალხური სიმღერების უყვარდა ეს ქალაქური სიმღერები და ერთ-ერთი სტუმრობის დროს აი ესე დაგვიმღერა და რა არის მეთქი ეს თქო და აიო ესო რაღაცა ფირფიტები გამომიტანა აქო იყო გრიშაშვილის ტექსტზე მე გადავაკეთეთო გადმოვაკეთეთო და იმდენად მომეწონა რომ გოგოებთან ერთად რაღაცა ხმებში გავშალე და მეორე შეხვედრის დროს რა ჩავედი ის მოვასმენიეთ და აი რაღაცა ძალიან ისე ამაყად მახსოვს რომ ტიროდა თვითონ რომ თქვენ მე ჩემი სიყვარულები გამახსენეთო და მე სულ გვეძახდა ხოლმე თავის საიუბილეო საღამოებზე და ერთ-ერთი პირველი ნიმუშია ქალაქურ სიმღერებში რაც საერთოდ ნანიაიშვილი გვარი კახეთიდან არის წარმოშობით სამეგრელოდან არის წარმოიდგინე შეფარული მეგრელები ვართ. არ არის შეფარული, რატო არიან ძალიან მაგალითად კინწურაშვილები, შვილებზე ძალიან ბევრი მეგრელების კინწურაშვილი, გუგუშვილი, გუგუსკუა, კინწურასკუა იგი. კი, ჩვენც ნანეისკუები ვიყავით. ხო, ნანეისკუები, ხო. კახეთშიც არიან, მაგრამ ჩვენი შტო არის სამეგრელოს. თუმცა შავშეთიდან იღებს სათავეს და კარგი მოვისმინოთ ბატონებო და ქალბატონებო ეს ჩანაწერი და ვისიამოვნოთ ერთად თუ შეიძლება რა.
მითხარე გრემანე ვარდოფერი რადიცვალე ვარსლად გუნდი მორფიანე ფიანდა ზადაგაგიშალე თუ არ სურდი რადმაწვალე რადგამცვალე Gundi motrpiane, piane zadagishane, tuak surdi radmatsale, radagamsale, genatsale. Mi basuche megargo Zana baraguli gita bazoshe რა კარგია ჩემო ბატონო, არა ჩვეულები. ძალიან კარგი, რა მაინტერესებს, იცით, ქალბატონო, უბრალოდ აი საკალობლებს ეძებთ ხო ვიცი გასაგები აი ეს მაინტერესებს ეს პროცესი თვითონ როგორ ხდება და თუ გიპოვიათ ისეთი მაგალითად საკალობელი რომელიც მხოლოდ პირველად თქვენ შეასრულეთ თქვენი იყო ეს აღმოჩენა და თქვენ შეასრულეთ აი ამასთან დაკავშირებით ორი თუ გეტყვით თუ შეიძლება კი როგორ არა მიუხედავად იმისა რომ უკვე მომრავლდა ზებდის პროცესიც მითხარით როგორ ხდება ხოლმე კი ეს რაღაცნაირი მისტიური ამბავი არის და ძალიან ესეთი რესურსული შეიძლება ითქვას, აი თითოეული მომენტი რო გახსოვს ადამიანს, აი როგორც რაღაცა არქეოლოგიურ ექსპედიციაში რო ხარ, ასეთი მსგავსი განცდა არის და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი ქვეყნდება, მომრავლდა გუნდებით ცხადია, ძალიან ბევრი არის შეუსრულებელი ჯერ კიდევ. შეუსრულებელს გულისხმობ 100 წელზე მეტი როა ფურცლებზე როა და რეალურად მუსიკა ესეთი რამეა თუ არ აჟღერდა ის რაღაცა უსიცოცხლოა ხო ან ჩანაწერი უნდა იყოს ან ცოცხალი შეხების პროცესი და ასეთი არაერთი გქონია საბედნიეროდ და პირველი იყო 2009 წელშივე ქალბატონმა ნანა ჯანელიძემ გთხოვა თავისი ფილმისთვის რაიმე უცნობი საგალობლებიო რომ იპოვოთო და იქ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ეს ყუთებში ვეძებდით ხელთესვანებით ხელნაწერებს ეს საოცარი ადამიანების მიერ ჩაწერილ ნიმუშებს და განსხვავებული შეგნება რა თქმა უნდა და როდესაც ასრულები იმას, რაც შენ არც კი მოგისმენია და რაღაცა ინტუიციურად ცდილობ, რომ მოუძებნო გასაღები. რა თქმა უნდა, ყველა შესრულების დროს და ყველა სხვადასხვა გუნდის მიერ სხვადასხვანაირად ჟღერთ თითოეული ნიმუში, მაგრამ როცა ეს რაღაცა პირველად გაცოცხლების უფლება გაქვს და რაღაცნაირი პატივი ეს კიდე სხვა ამბავია რომ უნდა წარადგინო ისე რომ მიიღოს პირველ რიგში გუნდმა მერე მსმენელმა და ეს რაღაცნაირი ძალიან საინტერესო ამბავია მის გამომზეურება. რა თქმა უნდა ესეთი პროცესია რა. მე მაინტერესებს კიდევ სამყურდანო სიმღერებთან დაკავშირებით ერთი ორი სიტყვით რომ მომახსენოთ. მინდა სამყურდანო სიმღერები მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში მაგალითად მამაჩემი ხა დირიჟორი კაცი იყო და მამაჩემი მიმღეროდა აი წითელი ბატონებია მაგალითად წითელი ბატონებია აი მახსოვს ბავშვობაში მე საერთოდ გამიგზავნეს სიმღერა არ გინდა რატო მაწვალეს არ ვიცი და გაჩერდიო მითხრეს და გავჩერდი ეს დავემორჩილე რა და ვფიქრო არ უნდა გავჩერებულიყავი არაერთი შემთხვევაში ამას ვიძახი სულ და სულ მეუნებიან გაჩერდი არ შეიძლება მამას დაანებე თავი და პრეტენზია მაქვს მამასთან არც გარდაცვლილთან ვიდრე რაღაც ისეთი ხალხი მღეროდა მის გვერდზე რომ თვითონ დადიოდა შავი შვილთან მეორე ხმა რო ესავლა ყასამბეგურესი ორ კონსერვატორია დამთავრებული და კაცი არ გინდაო რა მითხრა მე და კარგი ჩუ ვიყავ ეს ჩუ ხო მაინტერესებს რომ აი ეს სამკურნალო სიმღერებთან დაკავშირებით თუ მეტყვით რაღაც ვიცი რომ ამ სამკურნალო სიმღერებიც
შესრულებული გაქვთ. კი, ეს ერთ-ერთი ისეთი თემაა ჩვენი, ერთ-ერთი ძირითადი შეიძლება ითქვა, ზოგადად მე თუ მკითხავს ადამიანი, ყველა სიმღერა არის სამკურნალო, ზოგადად მუსიკა, მაგრამ მით უმეტეს, როდესაც ეს ფუნქციურად არის სამკურნალო რიტუალისთვის შექმნილი და როდესაც ამის შექმნას უდევს ის ძლიერი რწმენა წარმოდგენები, რითიც ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ, ლოცვებია რეალურად, მუსიკალური ლოცვებია, ხო, რაღაცნაირი ზებუნებრივ ძალებთან დაკავშირებული, რომელთაც მიემართება გაუცნობიერებელ ძლიერ, ასე ვთქვათ, განმგებლებთან, ასეთები იყვნენ ეს ბატონების სულებიც, ხო, რომლებიც ძალიან იყო ჩვენში გავრცელებული და ასობით საოცარი ნიმუში გვაქვს სხვადასხვა კუთხეში. და თავისთავად ეს სიმღერები თავისი სიტყვებით და რაღაც მაგიურობით არის საოცარი ნიმუშები და ამას თუ დავუმატებთ რიტუალურ კონტექსტს, როგორც ხდებოდა, აი, მაშინ იავნან ამ რაქნაში არის ძალიან შთამბეჭდავი სცენა ეს, ხო? მართლაც ასე იყო, ხო? მე მოხუცი ადამიანებისგან, ჩემი ოჯახისწორებისგან მოყოლილითაც ვიცი და თქვენც ცხადია ყველას გაქვთ ეს გამოცდილება. თავისი სამოსით, სიმბოლოებით იქ სანთლები იქნებოდა, ყვავილების ფურცლები. მისტიურია რაღაც. კი, აბსოლუტურად რაღაცნაირი სხვა განზომილებაში გადასვლა ხდებოდა და დასანანია რომ ეხა რაღაცნაირად იკარგება, მაგრამ ნუ ყველაფერს რაღაცა თავისი დრო აქვს. ერთადერთი რაც ვიცი, ზუგდიდში არის ერთი არაჩვეულებრივი ბატონი ვეფხია ანთია, რომელიც ძალიან ისე მყარად მიყვება ამ ტრადიციას და აქვს თავისი სამოსი, რომელსაც იყენებს მხოლოდ ბატონებიანებთან მისასვლელად. ციცელა, წითურა, ყმაყურა. კი ბატონო, და უმღერის და ძალიან ისეთი რწმენით არის სავსე, რომ ეს შველის. რა თქმა უნდა, მეც ვარ მაგწმენით. ნამდვილად ვარ მაგწმენით. თუმცა დასანანია რომ აი როდ მივდიოდი და ვეკითხებოდი აი მეზობლებს რომ ეს ადვიპოვო ბატონი ვაფხე, აი გიჟია და რაღაცა არის ესეთი დამოკიდებულებაც სამწუხაროდ. ნუ ეს ცოდნის დეფიციტია, ცხადია და გონიათ რომ რაღაცა გადამცდარია. ჯერ როგორ შეიძლება სიმღერა მარგიშველოს ავადმყოფობის დროს. თან ამისთვის დაწერილმა, ამისთვის შექმნილა და თაობებიდან გადმოცემულმა. რანაირად შეიძლება ხო, იბან ელემენტარულად არ იყო. ნუ ეხა იქ ავისთავი. კი, საოცრებები აი თვითონ ეს მსვლელობაც ეს რაღაცა წრიული ფერხულები იქნებოდა ეს მთვარის და მზის სიმბოლოს და წითელი ფერი თუ რაღაც და კი, თავისი მახასიათებლები, რომელიც შენც რო ასრულებ ადამიანი თუ ღია ხარ და მიყვები და მართლა გაქვს რაღაც რწმენა, ამისი წამიერად მოდის ეს რაღაცა განსხვავებული განწყობა და მედიტაცია, სხვა არაფერი არ არის. ბატონებს არაფერი არ შვილის, წამლებიც არ ინიშნება მაგაზე. ეგ არის ცნობილი ფაქტი და აბა ეხლა ეგ არის წამალი მაგის და როგორ შეიძლება რომ ეხლა ეგ რაღაცნაირად არ აი ცინიკური, საერთოდ ეს ცინიკური დამოკიდებულება მე მაოცებს ხოლმე რა. ამ რელიგიასთან დაკავშირებით აი რა მეტამორფოზული რაღაცა შეთვის რომ ყველაფერი არის რაღაცნაირად ისა რა. ეს ცოდნის დეფიციტიც არის და რაღაცნაირად არასწორი პროპაგანდაც მე მგონი ეს ყველაფერს საბჭოურს ვაბრალებთ, მაგრამ არც მთლად მასე არ არის. ჩვენშიც ბევრი პრობლემაა ეს რაღაცა ფუნდამენტალიზმის რაღაც მიდრეკილებებით და ეს მძაფრი უკიდურესობებით. ამიტომ მე გვიჭირს რაღაც ბალანსის პოვნა და მართლა რეალური. კი, საბჭოებიც იმუშავა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არანაკლებად იმუშავა სხვა მხარეებმაც რა. დროა გამოვიდეთ ალბათ და დავაფასოთ. არა მგონია, ყველაფერი მგონია რომ ყველაფერი მაინც მაგითკენ წავალთ და მივხვდებით უკვე რა ბოლოს და ბოლოს. მთელი მსოფლიოზე ვლაპარაკობ რა. აუცილებლად მივხვდება ადამიანის. დიდი დეფიციტია ამ სულიერებების და ბუნებრივი სიბრძნეების, რომ უკვე აუცილებლად მოხდება იქ ამბავი დარწმუნებული ვარ რომ ხალხურ სიმღერასთან დაკავშირებით აი ვიცი რომ დადიხართ ექსპედიციებში რაიმე ხო არ იცით ისეთი რომ საინტერესო ისტორია ამ უამრავი ექსპედიცია გაქვს ჩატარებული და რამე საინტერესო სხვა მოგვიყვებით ამასთან დაკავშირებით ხო არ გახსოვთ მაინც ისეთი აი გამორჩეული ყველა გამორჩეული იქნება ეხლა ძალიან საინტერესოა ამ ძიებაში ყოფნა მაგრამ აი ამასთან დაკავშირებით გითხარით აი ეს ხალხური სიმღერებზე გადავიდეთ სამკურნალოდან საგალობლიდან სამკურნალოზე გადავიდეთ ეხლა გადავიდეთ ხალხურთან დაკავშირებით კი ბატონო მე ქალაქურსაც მივადგებით ბოლოს კი ბატონო მიჭირს რაღაცა ერთი ისტორიის გამოყოფამდე იმდენად მდიდარია ეს თითოეული შეხება ამ ადამიანებთან ურთიერთობა მე მახსოვს აი თუშეთში ერთი იყო ბებო, ეპრო ბებო, თორღვაიძე საოცარი ვინმე იყო და
2014-ში წავედი პირველად და იქამდე რაღაც ხანგრძლივი მოლაპარაკება მქონდა, ნუ მაინც ეს თუშური ცნაური ხასიათი დაყვებოდა და თან 4 შვილიშვილს ზრდი და უდედოთ თავისი ესეთი მძიმე ისინი ქონდათ პირობები. მაგრამ ეს რომელი წლებია დაახლოებით? 2014-15 არის დაახლოებით და ძალიან რო ვთხოვე რომ აი მოვალ მეთქი და უკვე რო დავითანხმე უცბად სოფელში ვიღაცა გარდაიცვალა და ნუ ეს ასე ვთქვათ მოიდო მიზეზად რომ თავის შვილიშვილს მოაწერინა რომ ვერაფრით ვეღარ ვიმღერებო აი ერთი რა ვიცი 9 წელიწადიო ხალხი დამძრახავსო და მესმის მეთქი ახლა ბებია ჩემს ესეთი ყაიდის ქალი იყო და უბრალოდ მეთქი მაშინ მოვალ თქო და თან სტუდენტების წაყვანა მინდა და მინდა მეთქი ნახო რომ აი საიდან ღერის ასე საოცრად და უკრავდა გარმონზე არაჩვეულებრივად აი რა გარემოში ცხოვრობთ როგორი სახლი გაქვთ როგორი მინდორი გაქვთ კაი ანუ ვერ მიხვდა ხა ეს ბავშვი მაგრამ ნუ წავედით ესე ჯიუტად ხა რომ დაგვინახა მახსოვს ეს მკაცრი სახით გადმოდგა კარებში არც შეგვიშვა რაღაცა პერიოდი და ნუ რაღაცა მობოდიშებით უთხარი რომ არ შეგაწუხებთ მე უბრალოდ დავათვალიერებთ რამდენიმე კითხვას დაგისმოთ მეთქი თქვენ განვლილ შემოქმედებაზე რაღაც თუ იმდენად არ ქონდა გაცნობიერებული რომ ძალიან დიდი იყო თვითონ და იმდენად სამწუხაროდ დაუფასებლად იყო რომ ძალიან გაიკვირვა ეს დამოკიდებულება. ჩემი გაინტერესებთ რა მეორავ არაფერიო მოგვიყვა რაღაც ეს ყოფითი ამბები და არა მეთქი აი გარმონოს საერთოდ სხვას ვაჩუქეო და ვერაფერსაც ვეღარ დაკროთ არაჩვეულებრივი ძმისშვილი ყავს ელენე თორღვაიძე ისიც კარგად უკრავს გარმონზე საკმაოდ და ის არის ანსამბლის წევრი და მოკლედ იქ მაქვს მეზობელ სოფელში გაგზავნილი ნუ არ დაგვიტოვა არანაირი ხელმოსაჭიდი რომ რამე შეესრულებინა. კარგით მეთქი და ნუ არ ვიცი ამ საუბარში მე მოლბა და დაუძახა ნინოი დახურ დარაბებ ეუბნება და დაახურინა დარაბები და უკვე მივხვდი რომ ეს ძალიან კარგი რამის ნიშანი იყო და ესე იგი მახსოვს რომ სანამ წნევა არ აუვარდა ამ ქალს იმდენი იმღერა 2 საათზე მეტი უკვე ჩამწერი აღარაფერი აღარ მქონა მაშინ ტელეფონებიც არ მქონდა წესიერი რაც კი წაღებული მქონდა გადაივსო არ ჩერდებოდა ეტყობა რაღაცა თვითონაც გადავიდა რაღაც სხვა პროცესში ეს იყო საოცრება მართლა აი ეს ძველი რვეული გადმოატანა თავის შვილიშვილს ფურცლავდა მღეროდა იხსენებდა ვერ იხსენებდა ბრაზობდა გარმონი მოატანინა ამ მეზობელი სოფლიდან ეს იყო ერთ-ერთი არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება და იმის მერე სულ ჯერა ხოლმე რა ყველას ვეუბნები ვინც აი ესე უკან იხევს რომ როცა ძალიან გინდა და ძალიანაც ცდილობ რომ რაღაც ადამიანი გახსნა და ის სიძვირფასეები რეალურად გამოამზეურებინო ამას გრძნობს ის თუნდაც ადამიანი რომელთანაც სამწუხაროდ ძალიან იშვიათად მისულან მიუხედავად იმისა რომ უამრავი რამე ქონდა სათქმელი და იმდენად მე ამ რამდენიმე საათში დავმეგობრდით რომ აი გაზაფხულზე შევითანხმე და შევპირდი რომ აი მე ჩამოვალ მეთქი შებულებას ავიღებ თქო და ერთი თვე მეთქი სადმე აქვე სოფელში ვიცხოვრობ თქო და მოდი წიგნი დავწეროთ თქვენ ამბებზე თქო და ძალიან უხაროდ და ესამენ სამწუხაროდ აი ამას ვერ ვპატიებ ჩემთვის რომ იმ გაზაფხულზე უკვე გარდაიცვალა ეს ეპრობება და რაღაცა ხშირად მახსენდება ხოლმე მაგრამ ეს იყო აი ერთ-ერთი ისეთი მაგალითი რომ ყველას მოვუწოდებ თუ ვინმეს რამე სწრაფვა აქვს და ნამდვილად ძალიან ბევრია ჯერ კიდევ ასეთი ადამიანი და მე ვფიქრობ რომ მხოლოდ იმ თაობაში კი არა არ არის აუცილებელი 80 და რაღაც წლის იყოს ადამიანი ჩვენთან არის რაღაცა მითი თითქოს რომ ადამიანი თუ არ არის ძალიან ხანდაზმული იმას არ აქვს რა ვთქვათ ცოდნა ესეთი ფოლკლორული და ტრადიციული და ძალიან ბევრ ესეთ ახალგაზრდა ადამიანშიც არის ცხადია ეს უბრალოდ იმდენად დაფარულია და არ არის ტენდენცია ამითი თავის მოწონების ჯერ კიდევ რომ ყველას ვუსურვებდი და რაღაცნაირად ვურჩევდი რომ აი თუნდაც თავიანთ რაღაცა ძირებთან ან აი სოფელთან რაღაცა კავშირი მოძებნა და ამ ადამიანებისგან სიმღერებზე ბევრად მეტი არის
რაღაცნაირი ცხოვრების წესის და სიმტკიცის მაგალითი მოდის რა მიუხედავად იმისა რომ ხა იმ თაობაში დალხენილი ვინ იყო ხო ხა რაღაცა ბიოგრაფიებზე ვმუშაობდი და რომ მე რო ვადარებდი ერთმანეთს აი ეს 30-იან წლებში დაბადებული ყველას ბავშვობა არის რომ აი გვშიოდა რაღაცას ვაგროვებდით ვყიდიდით აი სრულიად ისეთ გაჭირვებაში ეს ომიანობის წლები ხო მიუხედავად კი არა პრინციპში ამის გამო ალბათ ისეთი ჯანსაღი მითი არიან გაზრდილები ფუნდამენტური სიძლიერეებით, რომ მაგალით გაძლევენ, რომ აი, რა თქმა უნდა, ყოველას ცხოვრებაში გვაქვს სირთულეები და გვჭირდება რაღაცნაირი მხარდაჭერა, ვინ როგორ გავიაროთ და მე ამ ადამიანებისგან იმდენად დიდი ის მაქვს ხოლმე მიღებული ხნეობა და ძალიან ხშირად მახსენდება ეს და ძალიან საშური ამბავია. აი შეიძლება თქვას რაღაც თერაპიებია ეს ცოცხალი ადამიანებისგან. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, კარგი მომბოდი ესეთი ამბავი მოგვიღებით. აი ზუსტადაც რომ თხოვოთ ეხლა გიორგის და დაჩის, აბა ბიჭებო, ერთი გაუშვით ეხლა გვაქვს თუ შული პოპური, ზუსტადაც რომ ხო რა იქნება იალონის შესრულებით რა თქმა უნდა. გადავიდეთ ქალაქურ სიმღერებზე. აი როგორ მოხდა გადასვლა ამ ქალაქურ სიმღერებზე. დრო გვაქვს ცოტა და ამიტომ გვინდა რომ ყველაფერი ყველანაირად ჩავეტიოთ. კი ბატონო. ყველაფერი დანარჩენი კიდე გვაქვს ლაპარაკო. ჩვენ და კიდე გამომდინარე ქალაქურზე როგორ გადახვიდა, აი როგორ მოხდა გადასვლა. კი ბატონო. პრინციპში ქალაქური მუსიკა არის ალბათ ყველაზე ესეთი ბუნებრივი ჟანრი, რომელიც ყველა ადამიანს დღევანდელობაში საქართველოში უფრო თანსდევს, ხო? თანამედროვეობაში. და ამიტომაც რაღაცნაირი შიში მქონდა, რომ ღირდა თუ არა ამის შესრულება პროფესიონალური ანსამბლისგან. და დიდი ხანი მახსოვს ჩვენი მსმენელები, მეგობრები გვთხოვდნენ, რომ დაიწყეთ ქალაქური, დაიწყეთ და იმდენად რაღაცა სხვა ასოციაციები მქონდა. რაც მქონდა ეს გამოცდილება ბავშვობაში თქვა სუფრებზე სულ მღეროდნენ, მღეროდით ჭახაჭუხში, რაღაც ეს გარემოში, რომელიც ჩემთვის, ეტყობა რაღაც ეს ესეთი კომპლექსი მქონდა, მუსიკოლოგიური შეიძლება ითქვას, რომ აი აუცილებლად ესეთ გარემოში უნდა ყოფილიყო სხვა თანმდევი აქტივობის გარშე. დღემდე მაქვს ეგ სხვათა შორის რომ გვთხოვენ ხოლმე რომ აი სადღაც თქვათ ივენტზე სადღაც შესრულთ, ყოველთვის ვკითხულობ რომ რა გარემოა, იმიტომ რომ მუსიკა რა თქმა უნდა ყველგან არის ჩვენ გარშემო ფონად თუ აქტიურად, მაგრამ როდესაც შენ
ასრულებ ამას და იქვე ქმნი, აი ამის ფონად გაშვება რამდენად არაზიანებს შემსრულებლის ემოციურ და ფსიქოლოგიურ განწყობას, აი არ ვარ დარწმუნებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგები ხოლმე, ასევე იყო ქალაქურთან მიმართებაში და ქალაქურში კომპოზიტორი ერთვება უკვე ის უნდა დატოვო, შენი ახალი სიტყვა უნდა თქვა, ის ორიგინალი არ დაკარგო. ალბათ ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი გამოწვევა და თან ყველა მღერის. ყველა იცნობს ამ მუსიკალურ ენას და სიმღერები თავისთავად ეს არაჩვეულებრივი ჩვენი ქალაქური მუსიკა მეტნაკლებად გადამღერებულია. და ამიტომ დიდხანს თავს ვიკავებდით, მაგრამ შეიძლება ითქვას მიშველა ამ გამოცდილებამ ტრადიციული მუსიკის გვიან გავაცნობიერე ეს. აი ეს საეკლესიო მუსიკა იმდენად იყო შემოსული, აი რაღაცა სამაგისტრო თემაც ამაში მქონდა, სულ ვიქექებოდი, რაღაცა ვისმენდი, ვაანალიზებდი რაღაცა. აი ეს იმდენად აირეკლა მერე არანჟირებებში, რომელიც ჩავთვალეთ, რომ ჩვენგან იქნებოდა ბუნებრივი რა შეგვეთავაზებინა და აი ასეთი სახით თუ შევასრულებდით, მაშინ ეს იქნებოდა ჩვენი სიტყვა, ასე ვთქვათ, ნათქვამი. აი ასე მოხდა ეს გაბედვა და იყო როგორ ეს არაჩვეულებრივი ჯანსუღკახეთის სიმღერებიდან ეს მოვა მაისი იყო, მერე ყანჩელის და ბიზინა კორნაძის ფოთლები რო ჩურჩულებენ და ასე შემდეგ. ეს კლასიკოსები რეალურად უკვე ჩვენი, რომელიც კინომუსიკას ქმნიდნენ არაჩვეულებრივს, ხო, შედარებით ახლოს, რომლებიც იყვნენ ამ რეალურად კლასიკურ მუსიკასთან. დავიწყეთ აქედან. გავშალეთ, გამოვშალეთ რაღაცნაირად მოვხსენით ინსტრუმენტები ხმებში, მოვსინჯეთ და იმდენად რაღაცა განწყობით თითქოს მიუახლოვდა იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ანუ ამ შეიძინა რაღაცა ეს secret music რო ეძახენ, ანუ წმინდა კი არა, აი რაღაცა ისეთი მისტიურობა რა. არ იყო ეს რაღაცა საყვალპურო და აუცილებლად სუფრის თანმხლები ამბავი და აი ეს რაღაც განყენებულობა იყო მისაღები ჩვენთვის. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია აკადემიური გახდა უფრო მისაღები. დიახ. ანუ მნიშვნელოვანი არის მე მგონი ზოგადად ყველა ხელოვანისთვის, შემსრულებლისთვის, რომ იპოვოს თავისი თავი, ხო, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მე რამდენიღაცა ჯერაც არ უნდა აკეთებდეს რაღაცას, რაც უკვე არსებობს, თუ შენი ანარეკლი არ არის, მაშინ ვერც შენიღებ სიამოვნებას, ვერც მსვენელი და ღირებულსაც ვერაფერს ვერ ქმნი. ეს იყო გასაღები, რომელიც მგონია, რომ გაგვიმართლა და ვიპოვეთ. მე ეს აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოველ შემთხვევაში უმეტესად ქალაქური მუსიკით გაგვიცნეს და აგვიტაცეს ეს, იმიტომ რომ უფრო ახლოს მოდის ადამიანის ემოციურ სამყაროსთან, ხო, ეს რაღაცა სიყვარულზე, დანაკარგზე, რაღაცა ისეთ სინანულზე, ჩივილი სიმღერებით და მივხვდით, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა სწორედ ოღონდ ამ სტილით. რაც არის დღეს სევდა გაქვთ რაღაცნაირად ამ სიმღერებში. ხო, აი ეს ალბათ ქართულ სიმღერას ეს მოყვება. კი, არის. ხო, სხვათა რაღაცა ფსიქოლოგების შეკრებაზე ვიყავით, გქთხოვეს რაღაცა შესრულება და ამაზე იყო სწორედ მსჯელობა, რომ რატო არის უმეტესი ქართული სიმღერა სევდიანი. ნუ გასაგები ისტორიიდან გამომდინარე ცხადია. მეგრული განსაკუთრებით. კი ბატონო. ხო, რა თქმა უნდა, ნუ სევდა ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ნებისმიერი ნიმუშის ზოგადად, ნუ ეს ყანჩელის შემოქმედებაში ცხეს, იმდენად დრამატურგიულად არის განაწილებული და აუცილებელი, რომ ეს არის ცხოვრება რეალურად. ჩვენ ვიღებთ თუ არ ვიღებთ, კომბინაცია ვთქვათ, შავ-თეთრი. მე მახსოვს ერთი კარგი ისტორია, მოკლედ მოგიყვებით, რომ ბევრი დრო არ დაგაგოთ. ზური კონჯაბარი ახალგაზრდა ვიყავი და 15 წლის, 14 წლის ბიჭი ზური კონჯაბარიძე იყო თამადა და ვიჯეკით ზუგდიდში დიდ აივანზე და აივან ეზოში იდგა 4 მერსედესი იმის დროს, ბრეჟნევის დროს რა, ზუგდიდია, იქ სერიოზულად კარგად იყო ხალხი მაშინ იმ პერიოდში რა და მერსედესი არ დადი ორი დადიოდა თბილისში მარტო. ერთი ჯანსუღ კახიძეს ყავდა და მეორე დოდოაბაშიძეს. ხო და
ну დაიწყეს ახლა იქ სამეგრელოში და აშო ჩელავიშო მუსკა ონა სკან მე დაიწყო ასე ჩოგური ხომთუა თუ და ბიჭო რა გატირებთო ჩემი 4 მერსედესი კიკატესოში სამსართულიან სახლში ვზივარო და რატო ტირითო ანჯაფარიძეს მეგრელი იყო ანჯაფარიძეების მეგრელი კიწიდან აბა შეუბადო ანჯაფარიძეს ხუები გუგუშვილები კიწურაშვილები ბაღიშვილები ძალიან ბევრი შვილებზე დამთვალა ასე რომ ბატონ დადეიშვილი არ ახართ და ეხლა თქვა ერთი ორი სიტყვა გუნდთან ჩვენ გოგოებთან დაკავშირებით როგორ გამოგჩეს ეს რამდენი ხართ შემოსვლამდე ლაპარაკობდით რომ ხან როგორ არისო ნუ ქალები ის მახსენდება სულ არაჩვეული გამოფენა იმ დაფემზიდებიან და რო ეყოფიან დაღმართზე რო ჩადიან დაორსულებულები ის მახსენდება და ნუ ხე ქალები რო არიან თავისთავად ხალია გათხოვება გამოთხოვება ეს პრობლემები და აი როგორ არის ამასთან დაკავშირებით ბალანს როგორ იდარჩუნებთ მეთქი ეს მინდა კი ბატონო ხო ეს არც ისე ადვილი ამბავია მაგრამ ბუნებრივი პროცესი ვერა უგზავნებ ხალხს გათხოვებას თავისთავად ხალია ეს პერიოდი შეყირებდნენ გოგოები რომ ნინო კონტრაქტებს დებსო რომ 2 წელი არ თხოვდები თქვა ბავშვს არაჩე ეხაც ესე გვაქვს ხო რომ ვიღაცა რო ინიშნება ეგრევე ვეკითხები რომ სად უნდა იცხოვროს თქვა თბილისში რაღაცა ნუ რა თქმა უნდა ეს რთულია ამის ბალანსი მით უმეტეს რომ არ არის ჩვენი სფერო ისეთი უზრუნველყოფილი რომ ადამიანს შეეძლოს გადაწყვეტილება მიიღოს აქ ცხოვრებაზე ან სხვაგან ამასთან მიმართებაში ხო შრომით ანაზღაურებას გულისხმობ ამ შემთხვევაში ამიტომ დიდწილად ეს გადის მაინც ენთუზიაზმზე სიყვარულზე და იმაზე თუ ადამიანს რამდენად შეუძლია ან არ შეუძლია ამის გარეშე და ხო გოგონები არაჩვეულებრივები ამ ეტაპზე ვართ 16-ნი, როგორც გითხარით ეს პლუს მინუს არის ხოლმე, ეს თუ ახალი სიცოცხლე მოდის, ცხადიას ორიენტირება იცვლება და საქმეზე წინ ოჯახი დგება ხოლმე, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ რაღაცა ხერ ხდება, ალბათ მაინც მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი. რაღაცა ვცდილობ ხოლმე რომ ისე წარიმართოს ეს ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრება, რომ დიდწილად აი ეს მისიის განცდა ხო შეიძლება ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ყოველას ხო ჩვენი რაღაც აკეთებელი გვაქვს და აქედან გამომდინარე რომ ადამიანებს ჭირდებათ სხვა ადამიანების ხმები, ასე ვთქვათ, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენი ეს რაღაცა ერთობა ქმნის სხვა ადამიანებისთვის რაღაცა სასიამოვნოს, საინტერესოს, ეს უკვე თავისთავად გვავალდებულებს ჩვენ თავთანაც, რომ ხანდახან ბევრი რაღაცა გადავდოთ და იყოს რაღაცნაირი პროფესიონალური დამოკიდებულება. ესე იგი ხმისა და სმენის გარდა კიდე რაღაცები საჭიროა თქვენ სამში რომ მოხდეთ, ესე გამოდის, ხო? კი, მოხვედრა რა გითხრათ, როგორც ყველაფერში პროცესი არის მნიშვნელოვანი. შეიძლება მოხვდე ადამიანი, მაგრამ ვერ გაუძლო, ან ვერ აეწყო, ან სხვადასხვა მიზეზები და როცა უკვე ეს პროცესი შენთვის თავისთავად ბედნიერებაა და არა ის რომ თქვა ზეგ სცენაზე გამოხვალან, უცხოეთში წახვალან რაღაცა, ეს არის მაცოცხლებელი. და მადლობა ღმერთს მეტნაკლებად ხერ ხდება რა ვიცი. 15 წელი შეგესრულდათ ხაბადონინა და ამასთან დაკავშირებით ხა გეგმები მაინტერესებს თქვენ ვიცი რომ გასტროლირებს ბევრს. წელიწადში 3 ჯერ მაინც გადიხართ ქვეყნიდან და ამ ქვეყნებშიც მაინტერესებდა ბევრი მაგრამ დროში რაღაცნაირად აივით ამ დრომ მამკლა რა როგორც კახელები იწვიათ ხო აი რა ქვეყნებში გადიხართ ხშირად და სად უფრო ის იყო რა ქვია ინტერესი იყო დიდი უფრო რომელიღაც ქვეყანაში აი ამასთან დაკავშირებით რო გვიამბოთ და კი ბატონო უკვე არა მარტო ჩვენი კოლეგების და ჩვენი სხვადასხვა ანსამბლების წყალობით და პირველ რიგში ალბათ თვითონ ამ მუსიკის ჯადოსნურობის წყალობით შეიძლება ითქვას რომ თელ მსოფლიოში არის ქართული სიმღერის წყურვილი და სიყვარული გავრცელებული. ჩვენ კონკრეტულად გვიწევს ხოლმე ამ ბოლო პერიოდში, თქვათ ფინეთი, ინგლისი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, ეს ქვეყნები არის უფრო ამ ეტაპზე აქტიურად ჩვენს საგასტროლო სიაში შეიძლება ითქვას, მე მიწევს ხოლმე გაწოდებულ ვორქშოპებზე სიარული, იმიტომ რომ არაერთი ქართული ანსამბლი შეიქმნა და იქმნება. რუანდა და ის არ არის კონგო და. ხო, იცით რა, აი რაღაცნაირად
სულ მაინტერესებს ხოლმე და ზოგადად პოლიფონიურ მრავალხმიან მუსიკასთან ხანგრძლივ კავშირს ინარჩუნებენ ადამიანები, ვინც ინტელექტუალურად უფრო სხვა ეტაპზე არიან და რა თქმა უნდა ეს ჩანს ხოლმე შესრულების ფორმებშიც, თვითონ ანსამბლის სიცოცხლის უნარიანობაშიც და ეს ძალიან საინტერესოა და ბანალურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ბევრს ვსწავლობთ მათგან. აი საქმესთან დამოკიდებულება, რაც მგონია, რომ ძალიან გვაკლია ჩვენ, ზოგადად ქართველებს ეს ჩვენი სილვადე და თავისუფლება, სადღაც ძალიან ასტრალში გვაქვს და შეიძლება ისინი ზუსტად იმას ეწაფებიან, რაც ჩვენ გვაქვს, აი ეს დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ ბევრი ეს პროფესიონალური ჩვევები, უნარები გვაქვს სასწავლი ყველა სფეროში და ეს ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უყურებ, რომ ადამიანებს შეუძლიათ 7-8 საათი გაუჩერებლად იყვნენ კონცენტრირებულები ამაზე და ეს იყოს მართლა რა საკის ხალხი მოდის მეტად იცით რა უფრო მეტად მაინც 30+. იშვიათად მინახავს ახლა თინეიჯერი ვორქშოპებზე. ხო, რაღაცა ესეც საინტერესო საკითხი ხომ ხშირად ვფიქრობ, მაგრამ ეტყობა ხა ადამიანი ნებისმიერი ალბათ რაღაცა ესეთ სიმწიფის ასაკში ბევრ რამეს აცნობიერებს, სხვანაირად უფრო მეტი დრო აქვს მოძიების. ასაკში ბძენდება ბატონო ჩემო ადამიანია ხო პირიქით არის ზოგი ლაპარაკობს რომ ასე ახალგაზრდა არა ასაკში ადამიანი ბძენდება მაგაზე მოგილაპარაკოთ დრო რო ჭირდება ცხოვრებაში გამოცდილება რომ მოიღო მაგაზე ნუ ვიკამათებს და ბძენი ხალხი მოდის ახლა თავისთავად ხალხი უფრო დამძენებული ხო და ხალხური საგალობლები თუ ქალაქური სიმღერები უფრო მოსწონთ თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ არის სად არის უფრო მეტი თუ ერთნაირად იცით რა, ხალხურ მუსიკას რაღაცა სხვა ანდამატი აქვს მაინც, იმიტომ რომ ეს ძველ ცივილიზაციებში ეს მითები, რიტუალები იმდენად არ არის ბევრი გახმოვანებული, შეიძლება თქვას, გასიმღერებული და საქართველოს მდიდარია ამითი. ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ ძირითადი ინტერესი არის ეს ხალხური რიტუალური სიმღერები, სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა ფორმის და ასევე საეკლესიო საგალობლები, ბევრი დისერტაციები იწერება უკვე უცხოელებისგან, რომ გაიგონეს საოცარი მუსიკალური ენა რანაირად შეიქმნა, რანაირად შეიძლება რომ შენარჩუნებულიყო რაღაც 10,000-ობით ნიმუში ზეპირი გადმოცემით ხო ეს ცალკე დიდი თემაა და ამის კვლევა მართლა საშური საქმეა და ქალაქური მუსიკაც ცხადია, მაგრამ ეს არის ის, რაც მათ ესმით ამის ლოგიკა. იმიტომ რომ ეს ევროპული მუსიკალური განათლება, როცა შემოიჭრა ჩვენთან, აი ოპერის დაარსების შემდეგ, ხო, 1950-იან წლებში, მაშინ გაჩნდა ძირითადად ქალაქური მუსიკის ჟანრები ჩვენთან. ქუთაისი იქნებოდა თბილისი თუ ასე შემდეგ ეს იტალიური ოპერის არიებიც და ესეც აინტერესებთ, ცხადია, მაგრამ უფრო მეტად ეს ფოლკლორული მარგალიტების იბრძნები იზიდავთ ჩემი გამოცდილებით. ხალხადონიდო, აი ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოგზადებისთვის. უგრმესი მადლობა, ძალიან სასიამოვნო საუბარი. მე არ მინდა ეხლა რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი, მართლა გითხრათ სიამოვნებით ვისაუბრებდით თქვენთან კიდევ დიდხანს. დიდი მადლობა მოგზადებისთვის, დიდი პატივი იყო თქვენი მოგზანება ჩემთვის. მაგალითად პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელიც ამას ვინც გვისმენ და ამას აღიარებს და ჩემო ბატონებო და ქალბატონებო, ასე რომ იალონს წარმატებები იალონს, ჩემო ბატონო ნინო ნანეიშვილს მის ხელმძღვანელს და ეს იყო თავისუფალი სივრცე 98 და 5 და ჩვენი მონამორჩილი ჯაპანა და გადაცემა ჯაპანას პაპანაკება. ხო და ჩემო კარგებო ვიყავით ჯამთელად და მოუარეთ ერთმანეთს და ბოლოს ისევ იალონის სიმღერით გავალთ ეთერიდან. შემოდგომის ყვავილი. Yeah.